მგელი და ძაღლი. ერთი გაძვალტყავებული მგელი საკბილოს ძებნაში დაეხეტებოდა ტყეში და გზააბნეულ ძაღლს გადაეყარა. ქობაკი კარგად ნასუქი და მოვლილი იყო. მგელს ძალიან უნდოდა, რომ სცემოდა და გაეგლიჯა, მაგრამ ძაღლი ღონიერი ჩანდა და მიხვდა ადვილად ვერ დაჩაგრავდა. ამიტომ მგელმა თავი მოიკატუნა, კრძალვით მიესალმა და ქათინაურით შეჰბედა. ო, შენ ისეთი ნასუქი ხარ, თვალი დამრჩა შენზე. ძაღლმა მიუგო, თუ გინდა ბეწვი ჩემსავით გიბზინავდეს, დღეს თავი უნდა დაანებო. იქ ხომ შენი ჯილაგისნაირი უბედურები არიან. შიმშილით მუცელი გიხმებათ და ხერხემალზე გაქვთ მიკრული. ქეცი არ გაკლიათ და სიცივე. ჩანგლით კი მუქთალუკმას არავინ მოგაწვდით. წამომყევი და ბედს გწევო. და ამის სანაცვლოდ რა უნდა ვაკეთო? იკითხა მგელმა. თითქმის არაფერი, უპასუხა ძაღლმა. ჯოხიან კაცებს და მათხოვრებს უნდა დაედევნო. შინაურებს უნდა მიეფერო და მიელაქუცო. პატრონს თავი მოაწონო და ქათმის და მტრედის ძვლები თავზე საყრელად გექნება. ალერსი და მოფერებაც არ მოგაკლდება. მგელმა იფიქრა, ეს რა ქერის ორმოს მპირდებაო. და გულაჩუყებულ სცრემლიც კი მოადგა თვალზე. გაუდგნენ გზას. უეცრად მგელს ძაღლის გადაყლებულ კისერზე თვალი მოუხვდა და ჰკითხა. ძმობილო, ეს რა მოგსვლია? ეს საყელურის ბრალია, რომლითაც მაბამენ ხოლმე, მიუგო ძაღლმა. ესე იგი დაბმული ხარ და ვერ გაიქცევი, საითაც მოგესურვება? გაუკვირდა მგელს. ხანდახან მაბამენ კიდეც, მაგრამ ეს რა სათქმელია? უპასუხა ძაღლმა. მგელი დაფიქრდა და უთხრა. არა, ჩემო ბატონო, მირჩევნია შიმშილით სული ამომხდეს და ჩემს ნებაზე ვიყო, ვიდრე შემწვარ მოხრაკულები მეწყოს და დაბმული ვიყო. თქვა მგელმა და უკან მოუხედავად მოკურცხლა. მას შემდეგ კი აღარც გამოჩენილა.